რაბედიელის ვარდების რევოლუციის მოედანზე საბაგირო სადგურის მშენებლობას დაახლოებით 1 თვეში გადაწყდება. თბილისის მერი პროექტის დროებით შეჩერების გადაწყვეტილებას იღებს და საკითხის შესწავლას იწყებს. მომზადებულია პეტიციაც, რომლითაც არქიტექტორები და ხელოვანები დედაქალაქის მთავრობის ხელმძღვანელს მშენებლობის შეჩერებისკენ მოუწოდებენ და ალტერნატიულ პროექტს თავაზობენ. სპეციალისტები რუსთაველის გამზირზე არსებული ძეგლის ძველი ქვედა სადგურის ამუშავების ინიციატივით გამოდიან. რა პრობლემების შექმნაზე საუბრობენ არქიტექტორები იმ შემთხვევაში, თუ კი ვარდების მოედანზე საბაგიროს ქვედა სადგურის მშენებლობას განაახლებენ, გვანცა პაპავაძე ამბობთ. არც ერთი თვალსაზრისით აქ ამანძის გაკეთება არ არის მიღებული. არქიტექტორების მოსაზრებები ნაწილობრივ გათვალისწინებულია. დროებით ვარდების მოედანზე საბაგირო სადგურის მშენებლობა თბილისის მერის გადაწყვეტილებით შეჩერდა. საბაგიროს საყრდენი ბოძი გრიბოედოვის ქუჩის დასაწყისში უკვე დადგეს. ქალაქის იერსახის დამახინჯების გარდა სპეციალისტები პრობლემას სხვა მიმართულებითაც ხედავენ. იმ სიმაღლეა, რომ გადადის სახურავებს, რაც საერთოდ დაუშვებელი. რა გვინდა აქ, როცა აგერ ორი ფეხის ნაბიჯზე, გვაქვს ყველაფერი მომზადებული. არქიტექტორებს სწორედ რუსთაველის გამზირზე ყოფილი საბაგიროს ქვედა სადგურში მივყავართ. ეს არის ის ალტერნატიული შენობა, რომელიც აშენდა 50-იან 60-იან წლებში სპეციალურად საბაგიროსთვის. ყველაფერი ნორმალურად არის, ავდივართ პანდუსით, არავითარი ლიფტები არ ჭირდება. უფრო იაფი დაუჯდება მთავრობას ამ სადგურის განახლება, ვიდრე ახლის აშენება. რა თქმა უნდა, ეს უფრო იაფი იქნება. საბაგიროს პროექტის შეჩერება სურთ გრიბოედოვის ქუჩის მცხოვრებლებსაც. მათ მერიაში ამასთან დაკავშირებით რამდენიმე საჩივარი უკვე დაწერეს. მოსახლეობის გაღიზიანებას კი განსაკუთრებით საცხოვრებელი სახლის წინ განთავსებული ეს საყრდენი ბოძი იწვევს. მთელი თაწმინდა, მარტო ეს ადგილი კი არა, ცოცავი ქანებია. როდის რაც გამოიწვევს არ ვიცი. პატარა ცდომილებამაც კი შეიძლება ბაგირი ჩამოწყვიტოს და ქვეშ უამრავი მოსახლეობა მოთავსებული. მერე საწყის ეტაპზე შეიძლება უხმაურო იყოს, მაგრამ ყველაფერი დროთა განმავლობაში მოძველდება, შეკეთება არავის არაფრის არ უყვარს. ხმაურიც იქნება. სიღრმეა გარკვეული, არა? აი იმ სიღრმეზე ჩასვლისას არ შეიძლება რომ არ დაზიანდეს. ეს ხომ ძალიან ძველი სახლია. დავით ნარმანიამ ამ ეტაპზე გამოსავალი პროექტის შეჩერებით იპოვა. ღამით თემაზე საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებთან ერთად კიდევ ერთხელ იმსჯელა. ახლა თვითმმართველობის ორგანოში ცდილობენ გაარკვიონ, როგორი პროექტი იქნება საუკეთესო ამ ტერიტორიაზე საბაგიროს აშენებისთვის. სწავლობენ არქიტექტორების მიერ გაჟღერებულ ალტერნატიულ ვარიანტსაც. მერიაში აინტერესებთ, რა დაჯდება ძველი ქვედა სადგურის ამუშავება. სამახინჯებს საერთოდ ქალაქ და პროსპექტს არის ძველი საბაგირო, რომელსაც ჩვენის აზრით იქნება სწორი, რომ იქ იყოს აშენებული აღდგენილი პროცესი. შინაგანად მე თვითონაც ვემხრობი იმას, რომ თუ ტექნიკურად ეს შესაძლებელი იქნება ძველი საბაგიროს ტერიტორიიდან მოხდეს საბაგიროს ასვლა მთაწმინდის სადგურზე. თვის ბოლომდე მერია საკითხის შესწავლის დეტალურ ანგარიშს წარმოადგენს. ამის შემდეგ საბაგიროს აშენების თემას პრემიერ-მინისტრთან ეკონომიკურ საბჭოზე გადაწყვეტენ. ვარდების მოედნისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო სადგურის მშენებლობის შესაჩერებლად მომზადებულია პეტიციაც, რომელსაც ამ დროის მონაცემებით ხელს 816 ადამიანი აწერს.